კი რაღაცა. ხო. ორგანიზაცია გააკეთა ქალბატონ ქეთი ბარათელმა და მადლობა მინდა მოუხადო ქალბატონ ქეთის და ასევე მინდა მადლობა მოუხადო ჩვენს მეგობრებს პოლონელებმა, რომელმაც 60,000 სათვალეები, სამკურნალო სათვალეები გამოგვიზარდეს და აგრეთვე სხვადასხვა ნივთები. ვივამეთთან ერთობლივად შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციების ხარდაჭერით და თანადგომით, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა უთხრა ქალბატონ ქეთი ბარათელს. გავაკეთეთ ორგანიზაცია იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა, დევნილი მოსახლეობა მოგვეყვანა, გამოგვეკლია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველა თვალსაზრისით და შესაბამისად გადაგვეცა საჩუქრები სათვალის სახით. ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალი ატარებს მორიგ საქველმოქმედო აქციას საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით. დღეს ჩვენ ყავს დევნილი მოსახლეობა, მათ უტარდება დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები და ლაბორატორიული კვლევები. ასევე საჩუქრად გადაეცემათ ოფთალმოლოგის მიერ შერჩეული სათვალეები. ეს აქციები ტარდება როგორც რეგიონში დევნილი მოსახლეობისათვის, ასევე თბილისში.